მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხას გაბადაძესთან. დღეს ერთი ადამიანის, თქვენთვის უსაყვარლესი ადამიანის, რომელსაც თავისი მსმენელი უყვარდა, ეთაყვანებოდა, ასევე ჩვენი ქართველი ხალხიც, ქართველი ერიც ეთაყვანებოდა ამ ადამიანს. და დღეს ჩემს გადაცემაში მისი გახსენების ხსოვნის მიზნული გადაცემა არის, რომელიც ეძღვნება დღევანდელი გადაცემის ხსოვნას, მის გახსენებას. და ეს გახდათ უნიჭერესი მუსიკოსი, უნიჭერესი მომღერალი, უნიჭერესი პიროვნება. თქვენთვის უსაყვარლესი ადამიანი სურა ტოიჯაშვილი, ჩვენი ტოიჯა, რომელიც დააკრდა სრულიად საქართველოს, დააკრდა ქართულ ხელოვნებას, მეგობრებს და მის ტკბილ ოჯახს. დღეს ამიტომ ძვირფასო ჩემო ტელემაყურებლებო, გადავწყვიტე რომ დღევანდელი ჩემი გადაცემა მიზნულიყო მის ხსოვნის გახსენებას. დღეს სტუმრები მეყოლება ჩემს გადაცემაში მისი მეუღლე ქალბატონი ქეთი ვატაჭკორია და მისი განუყრელი მეგობარი, კოლეგა, უნიჭერესი მუსიკოსი და მომღერალი სურა კობეშავიძე. და სანამ მათ მოვიწვევდე ამ ჩემს სტუმრებს ჩემს სტუდიაში და ჩემს გადაცემაში, აი ამ სტუდიაში, მანამ მინდა შეგისრულოთ, რომელსაც მღეროდა თავად სურა ტოიჯაშვილი ამ სიმღერას. ცნობილ ჰიტად იქცა მაშინაც და ეხლაც არის ეს ჰიტად ეს სიმღერა და მინდა შეგისრულოთ ეს ლამაზი სიმღერა მხოლოდ თქვენთვის. ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა ქალიშვილი დადის, ქალიათო ბედის წერა თუსის მარიცხადი, ორად მინდა ნატრით მოვლის, ნატრა ამის გარდა შორს ფარავდეს ერთმის ქოხის საოცნებო გარდა. თეთრილემ პრებდი ველა სიყვარული თვალი, მიბერავდეს მისი ქერა დალალების ქარი. თეთრილემ პრებდი ველა სიყვარული თვალი, მიბერავდეს მისი ქერა დალალების ქარი. გაროცლები გადის მალე დაფერდები უკვე, დამის თმებში ზეკი არა თვარე გაშუგებ, ორად მინდა ნატრით მოვლის, ნატრა ამის გარდა შორს ფარავდეს ერთმის ქოხის საოცნებო გარდა. თეთრილემ პრებდი ველა სიყვარული თვალი, მიბერავდეს მისი ქერა დალალების ქარი. თეთრილემ პრებდი ველა სიყვარული თვალი, მიბერავდეს მისი ქერა დალალების ქარი. თეთრილემ პრებდი ველა სიყვარული თვალი, მიბერავდეს მისი ქერა დალალების
დალალების კარი თეთბირილებს ხრებდი ველა სიყვარული თვალი ვიბერავდეს მისი ქერა დალალების კარი თეთბირილებს ხრებდი ველა სიყვარული თვალი ვიბერავდეს მისი ქერა დალალების კარი თეთბირილებს ხრებდი ველა სიყვარული თვალი ვიბერავდეს მისი ქერა დალალების კარი მაშასე მინდა სტუდიაში მოვიწვიოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. პირველ ნაწილში მეყოლება პირველი სტუმარი ჩვენი უსაყვარლესი ადამიანის სურათ ოიჯაშვილის მეუღლე ქალბატონი ქეთი პადაჭკორია. მეორე ნაწილში კი შემოგვიერთდება თქვენთვის საყვარელი ადამიანი უნიჭერესი მუსიკოსი, უნიჭერესი მომღერალი, პოზიტივი ადამიანი ზურა კობეშავიძე. მე ახლა თხოვს სტუდიაში ქალბატონ ქეთი თხოვთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. თხოვთ დავზარდეთ. მოგეხსენებათ დღეს ჩემი გადაცემა მეუძღვენი ჩვენი დოიჯას ხსოვნას და სანამ გადავიდოდეთ მეორე ნაწილზე მანამდე მინდა თქვენ თავი გავანდო მაყურებელს და გავაცნო. ვინ არის ქეთი პადაჭკორი? ქეთი პადაჭკორია პირველ რიგში არის დოიჯას მეუღლე. მერე არის დედა სამი შვილის, ხუთი შვილიშვილის ბებია. აიცი, ადამიანი. ბავშვობის მოგონებებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი? საყვარელი ბევრია, მაგრამ აი განსაკუთრებით რაც ეხა ბოლო პერიოდში, რასაც ვიხსენებ ხოლმე დოიჯას წასვლის მერე არის 1979 წელს პირველად როცა გავიცანით მე და დოიჯამ ერთმანეთი. აი ის დღე როცა თავის ეზოში ბორჯომში ფაფაში ძალიან წყუროდა და უცნობ გოგონას წყალი მომაწოდა. აი აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. რა გინდოდათ ყოფილიყავით ბავშვობაში? ბავშვობაში იქიდან გამომდინარე რომ დედა მყავდა ექიმი მეცნიერი და იმ დროს დისერტაციას აკეთებდნენ მოსკოვში ძალიან ხშირად მიწევდა მასთან ერთად მოსკოვში სიარული და როცა დედა მიდიოდა საქმეზე მე მტოვებდა ხოლმე ხშირად რეგისტრატურაში როზიან ქალთან 1-2 საათია ძალიან მომწონდა ამ გასაღებების მიცემა სტუმრებისთვის და სულ ვიძახოდი რომ აუცილებლად უნდა გამოვიდე ეს ძალიან ღრმა ბავშვობაში. მე ძალიან მინდოდა ექიმობა, მაგრამ ნუ მე შევცვალეთ. რა არის ყველაზე მთავარი თქვენ ცხოვრებაში? ოჯახი. ჩემი ოჯახი. ნივთი რომლის გარეშეც არ შეგიძლიათ. აი ხელზე მიკეთია დოიჯას 2 ბრასლეტი, რომელიც მას ეკეთა ბოლო წუთამდე. და არ ტოვებ არასოდეს. ამის მერე არ მოგიხსნა. არა, არ მომიხსნია, არ მომიხსნია. ძალიან კარგით. შემთხვევა რომელმაც შეგცვალათ. 14 თებერვალს. როცა ზურა გარდაიცვალა. როცა ეს ყველაფერი ნათქვამი და აკეთებულია, იმაზე მეც იტყვი ვიდრე გააკეთეთ. არაფერს. რა არის თქვენი ცხოვრების ყველაზე განსაზღვრული მომენტი დღემდე? განსაზღვრელი მომენტი ჩემი ცხოვრებისთვის
ისევ და ისევ ალბათ ოჯახს უკავშირდება, იმიტომ რომ ჩემი შვილებისთვის, ზურასთვის ვიყავი საჭირო, როგორც მეგობარი, როგორც დედა, როგორც მეუღლე და ალბათ დღესაც ესეა, ალბათ არა, დღესაც ესეა, ოჯახს უკავშირდება. ისი ვალდებულება გაქვთ საკუთარ თავზე? საკუთარ თავზე ვალდებულება მაქვს ის, რომ პატივი ვცე ყველას და ყველაფერს იმას, რასაც ზურას სცემდა პატივს. ამ ეტაპისთვის აი ეს ვალდებულება მაქვს და ვალდებულება მაქვს ჩემი შვილების და შვილიშვილების წინაშე. რომ ვიყო როგორც დედა, ისე მამა. თქვენი ყოველდღიური ცხოვრების აჩქარებაში რას ვერ ხედავთ? რას ვერ ხედავ? ძალიან ძნელია ესე რას ვერ ხედავ. ვერ ხედავ არა, პირიქით, ხედავ რომ ძალიან ჩქარდება ყველაფერი. დრო აჩქარდა ჩემთვის პირადად. ესე რომ ვერაფერს ვერ ხედავ არა, პირიქით, ხედავ იმას, რომ დრო ძალიან სწრაფად მიდის, ძალიან სწრაფად გადის. და რა ვიცი. ესე არაფერს არ ხედავ არ არის. მოგწონთ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ? რა თქმა უნდა, მე მიყვარს ჩემი ქალაქი. რატო? აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, მიყვარს თბილისი, მიყვარს ძალიან, საერთოდ მიყვარს ძალიან აი ეს წლებიც ისრაელში ძიმე იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მაინც ჩემი სამშობლო არის საქართველო და თბილისი მიყვარს ძალიან, მაკავშირებს მასთან აბსოლუტურად ყველაფერი, თუ კი რამე ჩემ ცხოვრებაში არსებობს. მაშინ გადავინათლოთ მეორე ნაწილზე, რაც შეეხება და რისთვისაც მოგვიწვიეთ ჩვენი ზურაბ დოიჯაშვილის გახსენება და მინდა სტუდიაში მოვიწვიო მისი განუყრელი მეგობარი, უნიჭიერესი მუსიკოსი, მომღერალი და რა თქმა უნდა ჩვენ მეც როგორც ზურაბს ვიცნობდი 90-იან წლებიდან ისე ვიცნობდი ბატონ ზურაბს და ვიცნობ და მე მიხარია რომ დღეს ის ჩემი გადაცემის სტუმარი და ბატონ ზურაბ ობეშავიძეს თხოვ გადაცემაში თხოვთ. მოგესალმებით. როგორ განდებით, მესალმები, მოგებულებს. და დავიწყოთ უკვე ჩვენი დოიჯას გახსენების შესახებ საუბარი და სანამ დავიწყებთ საუბარს და გავიხსენებთ ზურაბ დოიჯაშვილს, მე რამოდენიმე მასალა, ორი მასალა ამოვკრივე ერთ-ერთი ინტერნეტ სივრციდან და მინდა ერთი ნაწილი ვაჩვენოთ ჩვენს თანამოყრილებს და გავიხსენოთ ის ჰიტად ქცეული სიმღერა, რასაც ჩვენი დოიჯა მღეროდა. მელიქიშვილის გამზირი და თხოვთ ჩავთოთ ვიდეო ფირი. მელიქიშვილის გამზირი იავარდი და ბზა უშენოთ ვეღარ გავძები ჩემო ბავშვობის გზა გზა სტუდენტობა იჩქარის ძებნელი გზის დაფსის სად არის ახლა ის კაბი ალბათ აკვანთან გზა სტუდენტობა იჩქარის ძებნელი გზის დაფსის სად არის ახლა ის კაბი ალბათ აკვანთან იქნებ რუსთავი აჩია იქნებ სამგორში ცქრის იქნება ისევ ბავშვია თვალები შეჩაშვის დაენატრება დამწერი ყავს სტუდენტობის გზა მელიქიშვილის გამზირი იავარდი და ბზა დაენატრება
დაბზა მაშ ასე სანამ გადავიდოდი ქალბატონებისთან როგორ გაიხსენებდით და საერთოდ დაიწყო თქვენი გაცნობიდან მოყოლებული თქვენი მეგობრობა დოიჯასთან რა თქმა უნდა იცი რა ჩვენ ახლა მე ბევრად უფროსი ვარ დოიჯაზე რამდენი წელი გამო თუმცა არ ეტყობა უბერებელია ერთი 12 წელი დადვარ უმეტი არა ნე ასე რომ ბავშვი ერთად გველოდა სკოლაში არა ეს არ გავიცანი ტელევიზიიდან იმიტომ რომ და ძალიან მომეწონა მისი ტემბრი ხმის მის შესრულების მანერა და ვიზუალურადაც ახლა პატრა ბიჭი იყო და რო შეხედავდი კრასავჩიკი იყო რო იტყოდე და ძალიან დიდი სიმპათიით ვიყავი ესე შორიდა განწყობილი და მე ეს რაღაცა დაახლოება ხო იცი ხდება ხოლმე ხან კონცერტებში ხან იმაში ხან ამაში და დაუახლოვდით და სხვა შორის შევატყურო ხასიათად შემნო ძალიან მორიდებული იყო ხო ბიჭი ესე ბიჭი ხო ესეთი ხმა ქონდა ვითომ მაგრამ ღეროდა ძალიან ესე იგი დიაპაზონი ქონდა დაბალი ობერტონები მაღალი ნოტები ისე იღებდა ხანდახან მე ფიქრობ საიდან როგორ და აი ამ აქედან გამომდინარე ხასიათით მის შესრულება მისი ნიჭი ყველაფერი და გამისდა სურვილი რომ რაღაც როგორც უფროსი მეგობარი დამეგობრებული ყავდა და მართლა მოხდა ჩვენი მეგობრობა მე გადაიკვეთა გზები ისე რომ ერთად დავიწყეთ სიარული კონცერტებზე მე ზურა დოიჯაშვილმა და მამუ კოვნაშვილმა რაღაც სამეული შევქმნით ასე და დავდიოდით საქართველოში კეთინოს დაყვებოდა ბავშვები და დავდიოდით საინტერესო კი სამარშრუტოს ერთი სამარშრუტო ასე თხოვნა ეხლა დიდი მადლობა რა თქმა უნდა სამინისტროს და მერიებს და ყველა იმ ორგანიზაციებს რომლებიც ხდება ხოლმე რეგიონებში მაგრამ დღეს თუ რაღაცნაირად არ გიდგანა მგოჩი და არ დაფინანსდა კონცერტს ვერ ჩაატარებ იმიტომ რომ ხალხი რაღაცნაირად ვერ იხდიარა გინდათ ის რამდენად უნდა გაგიდეს ბილეთი და გვეხმარებიან ამდენ რომ თან კულტურის სამინისტრო გეგმავს ხან მერია ქალაქის მერია და ასე მაგრამ რატომ მოვაყოლე ახლა ეს მაშინ ჩვენ დავდიოდით აი კეთინომ კი იცის პირდაპირ როიტყვია ღიაკასაზე და ბილეთს ფასიედო რაედო 2 ლარიედო და გამოვაცხადებდით ქალაქში რა ჩვენ თუ მანქანიდან ვაცხადებდით ბავშვები ცოლებით აბა გიწოდა მეგობრები ისინი დროისათვის უფრო აქტუალურები ვიყავით პოპულარულები ვიყავით მეტად და ისებოდა დარბაზები და ძალიან საინტერესო კონცერტებს ვატარებდით როიტყვია რომელი წელი იქნებოდა თუ გახსოვთ რომ გაიცანით ჩვენ დოიჯე დოიჯას დიდი ხანია ვიცნობ ალბათ უფრო 80-იანი წლები 80-იანი წლები კი ბატონო იცი რა იყო მაშინ ანსამბლების ბუმი იყო მაგრამ გამოჩნდა მაინც ანსამბლი პირამიდა კი იქ შეასრულა მე მგონი მაგრამ მაშინ ეს მელიქიშვილი კი აი მაგ პერიოდიდან ჩვენი ანსამბლი ყავდა ჯერ ოროველა იყო როკ ანსამბლი იყო ჯაზ როკ ანსამბლი იყო ეს 70-იანი წლებიდან და მე ანსამბლი იყო მე მერაბ სეფაშვილი ნიკოლაიშვილი გიამატი აი ეს პერიოდი იყო რა და ანსამბლები ხშირად ხდებოდით სხვადასხვა განსაკუთრებით ფილარმონიაში ბუმი იყო სულ
არ გავიდოდა რომ კონცერტები კი. თან ისეთი ადმინისტრატორები და ყველა ადმინისტრატორო და ბაში ხან ერთი მოგვიწოდა ხან მეორე და აი ამ გეში ასეთ აქტიურ ცხოვრებაში ხდებოდით რა ძალიან მეგობრობდნენ და ზურას და სხვადასხვის ძალიან იუმორის მქონე ადამიანიც იყო, კი. აი რა არის მე მახსოვს ეს. ახსენები როგორი დრამით შეასრულეს და რა ხასიათით შეასრულეს დუეტი ლელა წურწომიან და ზურა დოიჯაშვილმა. მე კიდე იმღერეს ხომა, მაგრამ ამათმა რო შეასრულეს რა დადგეს რა სპექტაკლი იყო. აი ნახდათ თითქოს აი უნებრივად შესრულდეს. ეს იყო სიმღერა ვერაგისრულა. ლელა ისე არ იყო მაშინ არ ჩანდა ისე და აი ამ სიმღერით ვერაგისრულა თვითონაც აღნიშნავს რომ ლელაც გამოჩნდა ამ სიმღერით. ზოგჯერ სიმღერა გამოჩნდა. კი, განუმეორებელი ჰიტია ვერაგისრულა. რატო ვიძახი რომ სიმღერასთან ერთად ზურას ჰქონდა დიდი ნიჭი არტისტობის, რომელიც ბევრ მომღერალს აკლია სოთი. შეიძლება დაждდეს მომღერალ, ნუ ეკაცა არ ქონდეს, მაგრამ ხმა ქონდეს სოთი, მაინც ხიბლავს. მაგრამ არტისტობაც რო აქვს, აი ეს სხვა რამეა. გამოავლინეს სხვათა შორის ეს არტისტობა, მაგან და იმა რა ქვია, რცხილაძე თემა. კი, გადაცემა ქონდათ გაკეთებული 90-იანებში, მაშინ არავის არ ქონდა, თემურის და ზურას ქონდა ეს გადაცემა კი. ანეკდოტებს ყვებოდა მე ისე რომ უყვარდა სუფრა მეგობრები რა ესე იგი არ არსებობდა რომ ვიღაცას დაერეკა რომ ხვალ მე მეთქო წავიდეთ რომ მეთქორები თუ საწავი დაღლები მოვდივართ ერთად მუშაობდით ერთად ტორბები გამოვიღა ტუგრიკა ჩამოსული ვინ არის ხო ვარის თქმა არ შეეძლო და არც არა და ის თან ოპერაციები გულის ოპერაცია ისა და აი უარს არ ეუნებოდა არა ანეკდოტების მოყოლაში ხო კაცი ის მახსენდება გაი გასტროლებს მოვაყოლებ ახლა მაშინ ქეთინო არ იყო წამოსული და გაჭირება იყო 80-იან 90-დან 2000 წლამდე რა ხო გახსოვს რა როგორ არ მახსოვს გადავწყვიტეთ რომ ვეულო ახლო-მახლოში გასტროლებზე რომ მე რაღაც ფულს დავაგროვებდით და მე უნდა ზღვაზე წავსულიყო ხო ქობულეთი აუცილებლად ერთ სახს ქირავდი კონცერტიდან ნუ ახლა ამ 5-6 კონცერტი მაქსიმალურად თვითონს დავჭერდო და 500 ლარი რა თვითონს დავჭერდო ჩათვალე რომ დიდი საკონცერტო ტურნე ჩავიტარებია და საბურავები ქონდა ძველი თან ძველი მანქანა აჩუქეს ის მანქანა 0 მამა ჩემის ბიჭო რომ მიცეს თავიდან რომ ისეს, ხო. ნუ ის გაურემონტეს ის მანქანა შეუღებეს რა და საბურავები არ ვარგა რა მოკლედ, გაცვეთილია რა. რა ვქონა უზურა და მე ვთხარ წამოწა მაგ საბურავები და გზაში რაღაცას მეორაც ვიყიდით, იყო მაშინ მეორადები. აი 100 ლარად 4-ვეს იგი. სადღაც ბორჯომში გააქრა და მოდის, ახარებული. ბაგრიშკები ვიყიდით. მე ვთხარ აგაშენა ღმერთმა ძალიან ესე კარგია. მაგარი ბაგრიშკები, სუახლები რა მიეცი 400 ლარი მიგა 400 ლარი სულ არ მის ეგ მაქანა რა გიგო ედილასაც გამოვიდა და აგურებზე დახვდა მოხდეს მომარეს და მე რეკი მოუტარეს ისო და უგდენა ბიჭებად გაიგეს გამოიგეთ ვიდი ყო რა იყო კი ახლა ზურა გადავინაცვლებ ქალბაგეთისთან და შემდეგ ისევ გადმოვართ თქვენთან. როგორი მეუღლე იყო ზურა დოიჯაშვილი? კარგი მეუღლე იყო ზურა. კარგი, ძალიან კარგი მეუღლე იყო, იმიტომ რომ ეს იუმორის გრძნობა იმდენად ჰქონდა მას ხასიათში, რომ ყველანაირი პრობლემა თუ კი რამე ცხოვრებაში შეგვქნია და შეიქმნებოდა, ეს ყველაფერი გადაქონდა იუმორში. ამიტომ აი ამ ხრივ არ იყო მძიმე ადამიანი, არ იყო მძიმე ხასიათების პირიქით. მეუნებოდი რომ სულ კარგ ხასიათზე როგორ შეიძლება იყო ადამიანი. იყო სულ კარგ ხასიათზე, სულ დილიდან იწყებოდა მისი კარგი ხასიათი. ყოველი დილა. კაი მეუღლე იყო ნამდვილად. მეუღლის საუბარს მოყვები 80 უკრაინაში ვარ და იქ მუშაობდი მე და ძალიან დაიძაბა 2007 წელი იყო. 2008. ხო, რაღაცა ესეთი იყო და თან არც კონცერტები არაფერი არ არის, რაღაც არჩევა, პოლიტიკურ როგორც ხო ჩვენ ხო ჩვენ და ხო რევოლუცია.
მეოთხე ჩამოდი კიევში მეთქი და იქ გამოჩნდა სიტუაცია რომ ერთი თვით მუსიკოსი არის და ჩამოვიდა ნუ რა თქმა უნდა გამეხარდა გაიხარდა ყველას გადის ერთი კვირა და კეთილო მომენატრა 10 დღის მე მეოთხე და ტელეფონი აიღო და დაარეკეთო მე ეგრევე აიღო და კეთი როგორ მივარხარ და უხსნის სიყვარულს ეგენაცა და ცოტ პაუზა შენ ხო გამოგიგზავნეთ და წავ უცოდ ესე იგი კაცი და იმ დღეს მე მოვივიდა კიდე სახში ვზივარ და წნევას ვისინჯავ და შესანიშნავი წნევა 120 60 დავწნადი და უცბად იქიდან მესმის სხვა ჩემი მეუღლის ზურა ფული უნდა მომცე ხმარა მოვიღებთ ხო დავწნარდები იმ წუთას გადავიზომე და 180 ასაციანი ესე იგი დასაბულობა შინაგანი რა არის რა ხო შეიძლება ადამიანს უთქვა ზურა ფული მჭირდება და ერთი და მომცე რამდენი 100 200 300 მეუღლები ცოტა ხო რთული საკითხია, მაგრამ ამათ მართლა დიდი სიყვარული. არა, ჩვენ ძალიან მეგობრობდით. კეთი, ცნობილია რომ ზურას ბები აყავდა ებრაელი და თქვენ ვახდით ისრაელის მოქალაქეები, კი. კი, ბები აყავდა ებრაელი, ზურას დედის დედა და აქედან გამომდინარე ჩვენ ისრაელმა მოგცა მოქალაქეობა. ვართ ორმაგი მოქალაქეები, როგორც საქართველოსი, არ დაგვიტოვებია, რა თქმა უნდა. ასევე ისრაელის მოქალაქეები და მოგვიწია წასვლა რაღაცა გარკვეული მიზეზების და გამო. თუმცა ძალიან არ გვინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა, უნდა წავსულიყავით და რო ჩავედით სანამ ესე ვთქვათ, მიხვდები სხვა ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვრო, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოიქცე, ძალიან მალე დაეწყო ზურას ეს რაღაცა ეპიზოდები ცუდად ყოფნის. ნუ მერე უკვე წავიდა ძალიან მძიმედ ჩვენი ცხოვრება ისრაელში, ფაქტიურად 1 წელი გავატარეთ საავადმყოფოში, რეანიმაციაში, აპარატზე შეერთებულმა. ძალიან მძიმე დღეები გადავიარეთ ერთად. როგორ გამოვლინდა ეს დაბადება ზურას? იცით რა, დაიწყო წონაში დაკლება, დაეწყო აი ცოტათი შენელებული მოძრაობა, ხმის დაკარგვა, კვების პრობლემა ქონდა, კუნთების დავადება დაეწყო, ეს არის გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, ესე 10 დავადება. რომელიც ფაქტიურად არ იციან საიდან მოდის, არ იკურნება ფაქტიურად ალბათ 100 კაციდან შეიძლება 1 კაცი ისიც გააჩნია როგორი პროცესები ზურას ძალიან ისეთი აგრესიული ფორმა აღმოაჩნდა და აქედან გამომდინარე ვერაფერი ზურა სამგადოა თქვენთან მომდენო შეკითხვას და ისევ რაღაც კიდე გაიხსენებთ თქვენს მეგობრულ და კოლეგიურ შესახებ ზურასთან დაკავშირებით. როდესაც გავიგე როცა ისერჩი კურნალობდა ზურა კეთი დამიმოწმა Facebook-ის მესენჯერზე ყოველთვის კი ნამდვილად რომ აი როგორ არის ზურა, როგორ არის ზურა, როგორ არის ზურა, როგორ არის ჩვენ დოიჯა და მე კეთის რო ვთხარი რომ შედეგს ასე ეუნებიან აი შედეგი რა შედეგი ვერაფერი აი ახსოვს ეს ყველაფერი ნაწერი ხაროთ და აი ველოდებით უბრალოდ დღე-დღეზე და ეს აი იმიტომ რა იცი აი მე ამდენ ხან უნდა გამეკეთებია, ამიტომ არამდენ მე ტელევიზიაში მაშინ არ ვიყავი, მაგრამ ამიტომ გამიჩნდა სურვილი რომ ეს გადაცემა მისთვის გამეკეთებინა და მიმეწმა ზურასთვის და ეს რო გავიგე უკვე რომ მითხრა კეთიმ რომ აი მე ამოწურულია ყველაფერიო ჩემთვის აი ჩემ მეუღლე მეუნება მალხაზი რა მოგივიდო და მოთხარი ახლა ვესაუბრე კეთის ზურას იმას და მეუღლეს ყო და ესეთი საერთოდ იმიტომ რომ ამდენი წლებია მე
შოუ ბიზნესში ვიყავ ქუთაისში მოღვაწეობდი ურეგლამენტო შეხვედრები გახსოვთ ალბათ კახა ემსვეიძე ერთად შეგვენით მაშინ ფირმა ურეგლამენტო შეხვედრები შოუ ბიზნესში და ფილარმონიაშიც მუშაობდი ჯანო ჯიმშელეშვილთან ერთად მაშინ ადმინისტრატორი ვიყავ მე მთავარი ადმინისტრატორი და აქედან კინოში რომ მქონდა სპექტაკლები ქუთაისის კინო ქუთაისი კინო საქართველოში მესხიშვილიც ყოფილა ოპერაციაც ყოფილა კინო სულიკოშიც იყო რა ვიცი და აქედან მოყოლებული და ერთ რაღაცას გავიხსენე და მე ერთხელ მე მქონდა შოუ ბიზნეს ფირმა ასეთი ბერიკონი პარალელურად ურეგლამენტო შეხვედრა და კახასანეთად კიდე ცალკე ეს ფირმა და ჩამოყვანილი ყავს ეს აი ნაკრები რა იყვიან აი ფენომენი მუსიკასა და ხო და თუ ახლა არ არიან უბრალოდ არ ახართ კაცი ხაც არიან როგორ არ არიან ხო და ახლა ჩემთან ვსივართ დიმას უგნები ყავა სტუმრები არიან ვინმე ხა ზურა ჩვენ დოიჯა ონაშვილი მაგენ თუ დაждდებოდნენ ერთად ჩათვალე რომ კიდე სუფრაზე კიდე ისე მე ავიწყებულიყო და ყველაფერი მორი ქონდა ერთმანეთში და ხო და ერთი პროგრამა მქონდა ადრე ზურა ერთი ნახვი შეყვარება მოსკოვში გადიოდა სატელევიზიო გადაცემა ქართული ვარიანტი და უნდა წავიღო ნიმუში სტამბაში და ახლა მოვთხარი დიმას და მოადგეს ვთქვი რომ მიმიქციეთ სტუმრებისთვის და კიდე ბერიკონის ბიჭები ყო მხოლოდ ის მხოლოდ შენ და ესე ნაგრები მყავდა რა და ჩვენი თემო ყვითელაშვილი და ესენი და ახლა დამიძახა ჩემო ბუღალტერმა და ეს დამჭა მაგიდას ეს იმუში ფურცელი ხონდა წავიღო იმაში ხო და რაღაც უნდა მას ვქნა რომ ამდენი ჯდება ხო უნდა მოახსენო ბუღალტერს ყველაფერი ანგარიში და წავედი და 3 საათში 2 საათში იქნება 1000 ბილეთი 1000 აფიშები და 2000-მდე ვიზეობდა აფიშები გახსოვთ ხო და მოვიდა ეს და წავედი ისევ სტამბაში და ახლა ვამოწმებ ამ იმას აფეშას და ახლა არ დაკვირები ვარ და მანამდე მეწერა რა იცი კონცერტის ხელმძღვანელი რეჟისორი პროდიუსერი და ეს არის მალხაც გავადაძე და აფეშა რო დავხედე და წერია ეს ქალთარის ხო მალხაც ზურამ გამიჩალიჩა ეს ნახე უკვე აფეშები დაბეჭდილი იყო და მე ვასკერი მე და მისმენე რაში სად იყო მობილური და ვიავრეკავდი ქალაქის ნომერზე და მალხაზი ვარ თქო რომელი ხო ქალთარის ხო და ეს მისმენე ფერი ეს და მარკოს რომ ქალთარის ხო და შევა ჩემში მონოგონებად ყოველთვის და არც წენია ზურა იმიტომ რომ მივიქით დღესაც ამაქვს შემონახულის აფიშა და მე ქალთარის სხვას არ გირეკავდნენ არ გამოწვევენ რეკლამა ეს თავისებური კარგი და თქვენ გაიხსნა აი ისევ რაღაცები მოყევით კიდე თქვენი მოგონებებიდან საკავშირებით ახლა რადგანაც ვიგონებთ საიდან იყო ეს კურიოზები თუ გონიათ ნუ კურიოზები რაღაც პატარ-პატარა იყო რა თქმა უნდა და ეს ხსიერად მოყოლი მაგრამ მაინც კაი კურიოზია ვეთხარი ზურას ურეკავ ზურა მეთქი წამომეთქი და არმაში სახლი გვაქვს ჩვენ დაჩასავით და იქ ხანდახან ღვინოს სურავ წამომეთქი ღვინომა გადასაღები მეთქი მაშია კასში მეთქი ამოვიდეთ და წამოვიდეთ მეთქი ბევრი არ არის მეთქი 1.50 თუ აუ გიო კაც წავიდეთ და გადასაღებია მეთქი ჩავედით ვიმუშავეთ ცოტა რაღაცა ავიღეთ ახლა დიდხანს ვერ დავჭერ საკმა და 1-2 ჭიქა კი დავლიეთ რა იქ ხო და გასიჯო გებო მოდიოთ კარგად ავარ და უთო ცოტის გზაზე პოლიციელი არ გოჩერებს მე ვზივარ ზურა მეუნება აიცა თუ მე გადავალ გადავიდა და პოლიციელი შეხედა თუ არა ახლა ვიცნობდნენ ზურას და ჩამოართვა ხელი და როგორ ახართოს და სად იყავთ გადაღებაზე მე და კობეშა ვიცი კლიპს იღებთო სადმე არა თუ აბა სადი ღვინის გადაღებაზე ღვინის გადაღებაზე თქვენ რას გაიხსენებთ კიდე აი თქვენ ცხოვრებაში თუ ქონიათ ისეთი კურიოზი ცხოვრებისეული კურიოზები ძალიან ბევრი ერთი მაინც რო გაიხსენოთ კეთ
აი ერთი ეხა ზუსტად ამას წინათ ვიხსენებდი, ადრე იყო გადაცემა ესეთი პატრულის აჩვენებდნენ ხოლმე, აი ამ ნასვამი და ესე და ზურა არ ტოვებდა ხოლმე მანქანას, როცა საკეიფოთ მიდიოდა, მაინც მიდიოდა მანქანით, იჯდა რულთან და ამაზე სულ ნერვიულობდი და სულ მქონდა ხოლმე ეს ნერვიული განცდა რომ მოდიოდა და ერთ დილასაც ვეუბნები მიდის ისევ რომ ზურა მეთქი, აი იცე მინდა მეთქი პატრულმა გაგაჩეროს და აი ამ გადაცემაში მე ვთხარი გამოგაჭენონ ერთი მეთქი რომ აი ესეთ მდგომარეობაში ჯდები რულთან მეთქი. კარგი და ნუ წავიდა და ღამის 2 საათია მესმის მაშინ ჭავჭავაძის გამზირზე ვცხოვრობდით ქეთუშ ყვირის ამ თავისი ჩახროჭილი ხმით გადავიხედე და დგას ზურა მანქანა და 4 პატრულის მანქანა აცილებს. ხო გინდოდა პატრული, აი მაცილებენ და მომიყვანა ეს 4. მე როგორც ვიცი 14 თებერვალს გახდა 4 წელი რაც ზურა უკვე დაუტოვა ოჯახის მეგობრების კი ქართველი ერიც და ესტრადაც რომელიც მას უხაროდა და უყვარდა თავისი ქართველი პუბლიკა მაყურებელი და მაყურებელსაც როგორ ხალხსაც როგორ უყვარდა ჩვენი ზურა და კიდე ხო არ გაიხსენებს ამის იცი რა გახსენებდი ახლა იუმორში არა მაგრამ გავიხსენებდი საიდან მაინც საიდან იყო ეს კაცი ასეთი კარგი და ასეთი და ძალიან მაგარი მშობლები და დაუჯახე მშობლიერი მის უფროსი ძმა გია და ნინო ხო ნინო კი დედა ქალბატონი ვერა ნოდარი კი ხო და შემშობლებს ისე არ ვიცნობდი როგორც მაგათ ვიცნობდი კი იმათ ხო და როგორი ახლა შენ უფრო როგორი ვაჟკაცი კაცი იყო ნოდარი და კი ნამდვილად ქართველი რაინდი კაცი იყო და დედამისი შესანიშნავი ცოდნე რუსულიანის რომელიც პედაგოგად მუშაობდა რუსულ სკოლაში და რუსულ ზურაც მაგრა ქონდა რუსულად კი რუსული სკოლა ქონდა ზურას დამთავრებული აი ესეთი ურმაელი არის სტუმართ მოყარე სულ სიმღერა სულ აი ესეთი მშობლები ყავდა და მინდა ნათელში იყოს მათი სული ეხლა ჩემი ზურასთან რაღაცნაირად ვიგონოთ ისინი რო არ მოიგონოთ ასე თქვენი მშობლები მშობლებს დიდი მნიშვნელობა მამა ნახე დედა ნახეო და შვილიც ისე გამონარგია როცა აი ეს ზურაზე ბევრია მოსაგონარი ბევრი ლამაზი დღეები გვაქვს ჩვენ ერთად გატარებული ერთხელ მე მაგ მარჯვენა ეხლაც ის მანქანა და დავდი გამოუვლიდი ხოლმე და მუშაობდით გდანში ანტრია ესეთი და ყოველდღე თითქოს გამოვლედი წავიდოდი რამდენი დამიჯდება ბიჭო ეს მარჯვენა როლიანი თან სერიოზულად და აიგრძალოს თო მე მიდიხარ და მეთქი რა სერჩი მეთქი მარჯვენა როლიანი არა თუ რა არის მარჯვენა რო და აი ერთი დღე ორი დღე მესამე დღეს გაუჩერდი მეთქი ეხა ჩადი მე ვინა მაქვს რაზეც შენც მარჯვენა აი მე ბავშვით რა და გულუყილო იყო და აი მოსიყვარულე მეგობრებთან ერთად აი ყველა უყვარდა უცნობით ხო რამდენჯერ აი ესე ქუჩაში უცნობი გააჩერებდა ჩაეხუტებოდა და აკოცნიდა თვითონაც და გავივლით და მე შემეკითხებოდა ხო იცი ვინ იყო ნები არა აი უცნობი აბსოლუტურად არასოდეს არ დამოწდება ის რომ მე ჩემს გულში ყოველთვის დარჩება ის რომ მე ბოლო სამძიმარზეც ვიყავი ტაძარში რო იყო დასვენებული დაგზალვაზე ანჩის ხატი უყვარდა ძალიან საერთოდ აი სწორედ მე რაღაცას ვიტყვი რომ მე სტუდიაში ყოველთვის ვყავ იმ აი კარაოკე დინამიკს ვეხმარებიან ხო იცი და ბიჭებს უთხარი ფესოს და იმას რომ მოვთხარი ისე რომ გამოიყვანებენ ზურას მოვთხარი მელიქიშვილი და ზუსტად ის დინამიკი წამოვიღე და როცა ეზოდან გაიყვანეს და მელიქიშვილის ხელში მეჭირა ეს პატარა კარაოკე დინამიკი და იმითინ მელიქიშვილის გამზირით აი მამდე რა ქვია ფილარმონიამდე ეს მაგის გარდა რომელიც პოპულარული იყო და კი მაგრამ ეს იყო უფრო მეტად პირველად რომ აიტაცა ხალხმა ხო ნუ მელიქიშვილის გამზირის და აი რადგანაც ზურა და ჩვენი
ონაშვილზე ქაშვეთის ეკლესიიდან რომ მოვიყვანეთ მუხამბას რომ ხედავდა აი ისევე ჩემი დინამიკი იყო ეკა და იმ მუხამბაზით ესე აიცი როგორც ზურას ვიცნობდი 90-იან წლებიდან ესე ვიცნობდი და ჩახუტებული ვიყავ და ჩემთან ქუთაისში ბოლო კონცერტი რომ იქნებოდა ბოლო იყოს ჩვენი მტრებისთვის თელ დასავლეთ საქართველოს რომ მოვილებდით ვეტყოდი ბოლო იქნება ქუთაისში კონცერტი რატო იმიტომ ბანკეტი იქნება ჩვენ სახლში და სულ მეუნებოდა მალხაზიო აი ხო ჩვენ ხელოვან ხარს არ გვიყვარს ეს სუფრებიო კეიფები მაგრამ შენთან ბევრჯერ იტყოდა შენთან რო ვიტარებიაო ასე ჩვენ ასე დაგვიტარებიაო და ეს ყოველთვის დარჩება ჩემ გულში რატო იცი აი მის სულს ვენაცვალე მართლა აი გულწრფელად გეუბნები ორი შვილი მყავს და იმათავს ვიცავარ აი ეს ზურას აი მე გავიხსენებ კიდე ხონდა ინტერნეტ ტელევიზია Facebook ტელევიზია ხშირად ლაივებს რო ორდენ გავაკეთე ზურას გახსენდება ხო გახსოვთ ლაივებს ვუშვებდი სახლიდან და ბევრჯერ მქონია ესეთი რაღაცა დიდი მადლობა რომ ასე მადლობა მე პირიქით თქვენ დიდი მადლობა რომ მობრძანდით გამონახეთ წუთი წამი დრო და ჩემთან ერთად ჩემ გადაცემას ერთად გავიხსენეთ ჩვენი სურათ ოიჯაშვილი და დასასრულს ერთს გავიხსენე კიდე რა მამუკაზე ჩამოვარდა და მამუკს ხო დავდიოდით ამ და საქართველოში მაშინ ახლა კიდევ მართლა აი სასტუმროებია და უკვე დონე მაიწია რა ხო და მაშინ იყო რა ცოტა მოძულებული სასტუმროები სადაც კი შევიდოდა მაგრამ შანსი არა დაძდებოდა თორე ის ლოგინი ჩატეხილი თან ყოველთვის ერთ ნომერში იყვნენ ხო ან ლაპორტი ან ადმინისტრატორი ვეუბნებოდა და ეს დამტროდა როგორ გეკადრებოდა ახალი იყო ნუ ხო რა თქო ამაჭამ ერთხესაც და ზურა ყდებოდა სიცი და დაცხოვრობდეთ დაждდებოდა ჯა და ყდებოდა ერთხესაც ისე მოხდა რომ ერთ-ერთ სასტუმროში მამუკ ადრე შევიდა დაждდა და ჩაამტრია გაასწორდა მეორე ლოგიზე გადადა ის არ ჩათო ზურა შემოვიდა თავის და მოწყვეტილა და ჩავარდა ეს ლოგი და იმის სიცი ნოკანიტო ეს ორი განუყრელი კი ესენი იყვნენ რაღაც ავიცი განუყრელი თავისი რაღაცა იუმორის ბევრია მაგრამ ვერ ვიგონებ კიდევ ამრავია მაგრამ მე კიდე ძალიან ბევრია გასახსენებელი ძალიან მადლობა რომ თქვენ გაიხსენეთ და დიდი კიდევ ერთხელ თქვენ მადლობა დიდი მადლობა და ახლა და მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო დავასრულო იმ ვიდეო ფოტო კოლაჟით ზურას ნამღერით მე გიგემშვიდობებით კეთილი სრულებით თქვენ კიდე დიდი მადლობა მოგზაურობისთვის თქვენ მადლობა მოწვევისთვის ზურას გახსენებისთვის და დარჩება ჩვენი დოიჯა სანამ ჩვენ ვიქნებით მე ასე ვიტყოდი ეს არ მაგ ტერმინად მიწის ზემოთ და სასწრებლად იქნება ჩვენი ზურა თავის ძმაკასთან ონაშვილთან ერთად მე გიგემშვიდობებით კეთილი სრულებით მომავალ შეხვედრამდე ამოდეს მე მხიარული გზით უყვარდათ სიარული გზით უყვარდათ სიარული აც გზა მიტოვებულია როგორ ძველი სიყვარული როგორ ძველი სიყვარული მაგრამ ყველაფერი ძველი ამოადა სასურველი ძველი პური ძველი ღვინო ძველი სტუმარ მასპინძელი ძველი პური ძველი ღვინო ძველი სტუმარ მასპინძელი მიყვარს ყველაფერი ძველი ძველებური მიყვარს უფრა და სიმღერა მაგრამ უფრო და სიმღერა მაგრამ უფრო მიყვარს ეს ხე რომ არ ვიცან
და არც გამოვესაუბრო და არც გამოვესაუბრო შემოდგომა მოდი გელი მომაწოდე შენი ხელი მომაწოდე შენი ხელი მიყვარს ყველაფერისა და მიყვარს ყველაფერი ძველი მიყვარს ყველაფერი ძველი მაგრამ ყველაფერი ძველი ამოადა სასურველი ძველი პური ძველი ღვინო ძველი სტუმარმა სპინძელი ძველი პური ძველი ღვინო ძველი სტუმარმა სპინძელი მიყვარს ყველაფერი ძველი მაგრამ ყველაფერი ძველი ამოადა სასურველი ძველი პური ძველი ღვინო ძველი სტუმარმა სპინძელი ძველი პური ძველი ღვინო ძველი სტუმარმა სპინძელი მიყვარს ყველაფერი ძველი მიყვარს ყველაფერი ძველი დაგენაცვლე მიყვარს ყველაფერი ძველი